საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. ქუთაისის მეოთხე საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა. მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარს წარმოგიდგენთ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი მაია ცკიტიშვილი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ქალბატონო. ჩვენ ვისაუბრებთ სასწავლო რეფორმის ირგვლივ 2026-2027 ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს, ძალიან ბევრი კითხვები არის, ძალიან ბევრი მშობლის გამოხმაურება არის, თუნდაც ასაკთან დაკავშირებით, კლასების ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე ტერიტორიულ პრინციპთან დაკავშირებით და ძალიან მინდა რომ ჩავშალოთ ეს თემები. პირველ რიგში დავიწყოთ ასაკზე საუბარი, იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში თქვენც ნახავდით ალბათ გამოხმაურებას 15 სექტემბერს ვისაც შეუსრულდება 6 წელი, მას აქვს უკვე უფლება შევიდეს სკოლაში, მაგრამ 16 სექტემბერს თუ შეუსრულდა, მას არ აქვს უფლება სკოლაში შესვლის. არა ერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს, როგორ ახსნით თქვენ და რა ხდება ამ კუთხით? მოგესალმებით, ქალბატონო ნანა, მივესალმებით თქვენს ძვირფას და ერთგულ მაყურებელს. სასიამოვნო ეთერს გისურვებთ. მადლობა ყოველთვის, რომ ინტერესდებით ჩვენი სფეროთი განათლების და ამ ქალაქში არსებული ყველა იმ რეფორმის და ყველა სიახლის გამშუქებელი და მხარდამჭერი ხართ და ჩვენც რო ვართ დღეს თქვენ სტუდიაში. მადლობა ამისთვის. მინდა გითხრათ ცოტა შესავალს გავაკეთებ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მინისტრმა, რომელმაც ინიციატივა გამოიჩინა რეფორმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი, რომ უპრეცედენტო შემთხვევა იყო საქართველოს მასშტაბით მთელ ტერიტორიაზე ფეხდაფეხ დაიარა ყველა საჯარო სკოლის, ასე რომ ვთქვათ, რესურს ცენტრების პედაგოგები, მშობლები, რესურს ცენტრის წარმომადგენლები, სადაც თემა ძირფესვიანად განიხილა. ეს არ იყო ერთი პიროვნების მიერ რაღაც რეფორმის ნაწილი, რომელიც დაიწერა და შემდგომ უნდა გატარებული იყო. ეს იყო აბსოლუტურად გამოკითხვების შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა ფაქტიურად 2024 წლიდან დაიწყო საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული მუშაობა და როდესაც უკვე ფაქტიურად თავი მოეყარა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც არაერთხელ იყო გარკვეული თუნდაც ხელხაზე შეხმიანება, ისე მშობლების მხრიდან იყო საკითხთან დაკავშირებით გარკვეული თხოვნები, როგორც ოფიციალური წერილებით, ისე Facebook გვერდზე მიმოწერებით, ეს უნდა გადახედილი იყო. მოგეხსენებათ, ბოლო 20 წელია, რაც ზოგადი განათლების სისტემაში ცვლილება არ შესულა. ალბათ მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი უფრო სიღრმისეულად გადახედილი იყო და აქედან გამომდინარე შემდეგ გამოგვეტანა ის მნიშვნელოვანი ანალიზი, რომელიც ჩვენ დაგვაფიქრებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ როდესაც არსებობს დოკუმენტი, კანონი, რომელსაც ქვია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლის მიხედვითაც პირდაპირ დაკვეთა არის სახელმწიფოს მიერ განათლების სამინისტროსთვის, რომ მან უნდა აღზარდოს და ქვეყანას უნდა აღუზარდოს ისეთი მოქალაქე, რომელიც იქნება აბსოლუტურად თავისუფალი მოაზროვნე, რომელიც იქნება პატრიოტი თავისი ქვეყნის, რომელიც იქნება ასევე მნიშვნელოვანი არის ეროვნული სულისკვეთებით ახსილი და ყველაზე მთავარია, მან პირველ რიგში უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის კულტურა, ისტორია, რომელზე დაფუძნებითაც შემდგომში მან უნდა თვითონ გაუკეთოს კრიტიკული ანალიზიც და რა თქმა უნდა გადაწყვეტილება და ლოგიკური მსჯელობა იმ საკითხში, თუ რანი ვართ, საიდან მოვდივართ და სად შეიძლება გავიდეთ ქართველიერი. დიახ. დავკონკრეტდეთ ასაკთან დაკავშირებით, მაინც გველოდება თუ არა უახლოეს მომავალში იმ მშობლების მოსაზრება